Გვირფასო მეგობრებო, დღეს სტუმრად გვეწვია თქვენი ბავშვობის და ჩემი ახალგაზრდობისა და სიყრმის მომღერალი ყველასათვის უსაყვარლესი თამუნა ამონაშვილი. მადლობა თამუნა მობრძანებისთვის, ფეხმედნიერი იყოს შენი მოსვლა ჩემს შოუში და ჩემი დროის ხალხი რომ მოდის ხოლმე ძალიან მიხარია სტუმრად, იმიტომ რომ თავი უფრო ახალგაზრდა მგონია. მე ვფიქრობ რომ საოცრად გამოიყურები. ეგ მე უნდა მეთქვა კაცო სცენარის მიხედვითაც და ისედაც. აი მითხარი. გადასარევად გამოიყურები როგორც ყოველთვის ჩემო თამუნა. ისე რაღა დაგიმალოთ და მართლა მიყვარს ისეთი სტუმრები, რომელიც ჩემს ბავშვობას მახსენებს. კაი რა ზურა, რა საიდან მოგიყვანო ხა ლუი ამსტრონგი? ლუი ამსტრონგი რა შუაშია? ჩვენ სტუმარზე ვთქვი რა მეაბა, მიდი აბა. კარგი, ესე იგი ბაბუსთან სტუმრად მოვიდა თოვლის ბებო ბაბალე. ნახე რა გაგვახსენეს ისე მათ. ოფილი არა, მაგრამ ხო იცი რომ გამახსოვდება ადამიანს ლამაზად რაღაცა ყოველთვის ისტერეოტიპი. ეცი აი საუკეთესო ზღაპარი იყო ჩემს ხოვრებაში. ნუ არა მარტო ჩვენ ხო იმ პერიოდიდან ვართ და პერიოდიც რაღაც ესეთი ზღაპრული იყო, ხო, რაღაც ყველა უყვარდა. კი და ეხლა აი აქვე შემოგაპარებ, აი თუ კიდევ მოირგებ თოვლის ბებოს სამპლუას ძალიან გახარებული ვიქნებ, იმიტომ რომ ჯუჯა მყავს შენთვის გამზადებული. ძალიან სასიამოვნო, სხვათა შორის აღდგენას აპირებენ თოვლის ბებოს ზღაპრის სპექტაკლს. ასე რომ მეშველა, კი არა და მეშველა. ასე რომ ბატონო ჯემალ ბაღაშვილი რაღაც სიურპრიზებს გპირდება. კი ბატონო, კი ძალიან გაგვიხარდება. მეც. ისე სხვათა შორის შენი თავგადაკლული ფანია ჩვენი ამიკო, რომ ვეუბნები კი, რომ აი სულ შენი სიმღერით პასუხობს ხოლმე, რომ ვკითხავ ხოლმე, ვალი როდის უნდა დამიბრუნო მეთქი და საერთოდ ჩემი ვალი გაქვს თუ გახსოვს მეთქი და როგორ პასუხობს რა გონია? მერე რა. ოჩა ხამიყო, მადლობა სიყვარულისთვის. იცის. კი ბატონო, ესე იგი თამუნა ამონაშვილზე ახლა რაღა დაგიმალოთ და გვახსენდება 90-იანი წლები, სიბნელე. ვაიმე. შიმშილი. კარგი გაიხსენე თუ შეიძლება. მაგრამ ვერ გავიხსენებ. აი ნამდვილად ვერ გაიხსენებ იმ სიყვარულს და დამოკიდებულებას, რაც მაშინ იყო, ხო? ისე მართალია, გაჭირვების დროს უფრო იგრძნობოდა. სიბნელე ხო, მაგრამ სხვა დამოკიდებულება. კი, ნამდვილად გეთახმები ამაში. ჩვენ ვიცხოვრეთ იმ პერიოდში, ასე რომ ხო, ვიცხოვრეთ თუ რაც ერქვა მაშინ, ხო, ვიარსებეთ, ხო? ვიარსებეთ, მაგრამ ვიცხოვრეთ სულიერ. ერთმანეთის სიყვარული გვაძლებინებდა ნამდვილად რა. მე ძალიან ბევრი რაღაც მახსოვს ურთიერთობები, იმიტომ რომ ჩვენ ერთი პერიოდიდან მოდივართ, უამრავი კონცერტი, აიცი, მე მახსოვს ის დამოკიდებულებები, სიყვარულები, რაღაც ერთმანეთის გატანა. აქტიური იყო ძალიან შოუ ბიზნესი, მიუხედავად ამდენი სიტუაციის. აი მე ისე ვიღლებოდი, რომ ვალერიანი დამქონდა და ენაზე ვიწოთებდი, გული არ წამსულო და იმდენი მე ახლა დამაქვს. სანამი სიტყვის დაგასწრებ თორე ხო ვიცი ჩასაბრებულია და ისე ამ 96 წელს გამოუშვი ალბომი მენატრები, ხო? 1996 წელს და ისე რა შეგიძლია გვითხრა, აი რა გენატრება იმ პერიოდიდან, აი 90-იანებიდან. აი ზუსტად ჩვენ ხომ მივედით იქამდე, ხო, რომ ცი რაღაცა ვერ ვიტყვი რომ ახლა არავინ არ უყვარს, რა თქმა უნდა, ახლა სიყვარული ყოველთვის არის და უბრალოდ რაღაცა ალბათ იმ სიძლიერით არის, ალბათ ინტერნეტის წყალობით უფრო მეტი ცუდი გამოჩნდა, ხო, ალბათ ნუ არ ვიცი, მაგრამ ის სიყვარული ჩუმად არის, ხო, ბოროტება ხმაურობს და სიყვარული ყოველთვის ჩუმად არის, მაგრამ და აი რაღაცა გგონია რომ ბოროტება უფრო ბევრია, მაგრამ ამ დროს შეიძლება სინამდვილეში კი ბატონო და ისე ეხლა რომ ვთქვათ ეს წარსულს გადავავლეთ თვალი რა თქმა უნდა, მაგრამ მომავალში რომ გავიხედოთ, აი უახლოესი გეგმები რა გაქვს ამ? ჩემი გეგმები დღესდღეობით შემოსაყვარელო ადამიანო, შენ იცი რაც არის, ხო? ესენი არიან ჩემი შვილები. კიდევ ერთხელ გილოცავთ. ყველა სახელით ბედნიერი გაგიზარდოს ორივე ღმერთმა და
მომღერლები გაიზრდებიან მე მგონი რაღაცა. არ მინდა. არც გაინტერესებს. არ მინდა. ბედნიერები იყვნენ და ახთავარია და დარაჩენს უკვე ბედნიერები იყვნენ და ადამიანები იყვნენ. ძალიან ვცდილობთ მესა ჩემი მეუღლეს რომ აი ცით პირველ რიგში სიყვარული ვასწავლოთ, როდესაც სიყვარული შეგიძლია უკვე ადამიანურიც ხდები, რაღაც მე ასე წარმომიდგენია. და რა თქმა უნდა, დანარჩენს უკვე თვითონ უნდა ის განსაცდელები რა, თვითონ უნდა მიიღონ ცხოვრებისგან აბსოლუტურად ყველაფერი, რომ უფრო დიდი და კარგი პიროვნებები ჩამოყალიბდნენ. აბსოლუტურად გეთანხმები და ამას ვერც მე ვერ შევცვლი და ვერავინ, ეს უნდა მიიღონ ცხოვრებაში. ხო, ისე მესტყუპები მყავს მოგეხსენება ჩემო თამუნა. ვაიმე, როგორ მიყვარხარ და როგორ აი მიხარი ხარ, რომ აი ესეთი კარგი ბიჭი 4 შვილის მამა, მათ შორის ტყუპები. კი ბატონო, ესეთი სიმპათიური დღემდე, ნუ. ო, კარგი, თამუნა, კიდე ხო მოხვალ ჩემთან გადაცემაში. ყოველ დღე აგვიქნები წადი. არა, მაგას არ გეტყვი ნამდვილად. ერთადერთი რა მაინტერესებს იცი, აი ტყუპებთან დაკავშირებით. ახლა მე ძალიან მიჭირდა პატარები რომ იყვნენ ჩემი ტყუპების გარჩევა და შენ არ გიჭირს? აი როგორ არჩევ ერთმანეთს? აი მე არ მიჭირს, იმიტომ რომ ერთი გოგოა, ერთი ბიჭი. გენაცვალე. ესე იგი, რომელიღაც ინტერვიუში გაქვს ნათქვამი, რომ სასწორზე არასდროს დგებიო და პრინციპში არც არის საჭირო, იმიტომ რომ ქართულ ესტრადაზე შენი წონა უკვე საკმაოდ დიდია და ესეთი წვლილი გაქვს შეტანილი. ძალიან სუქანი. წონიანი მომღერალია, ესე იგი, ოღონდ რა წონასაც გულისხმობ, ყველა კარგად მიხვდა თავის. აი რა არის მართლაც რომ აი ერთი შეხედვით თითქოს აი არაფერი, მაგრამ მე თვითონაც რომ გადამიხედია წარსულისკენ რამდენი რამე გვაქვს გაკეთებული, ხო? ნამდვილად. აი, ყოველდღიურობა, რუტინა, შემოქმედება, სიმღერა, ჩაწერა, კონცერტი, ადამიანებთან ურთიერთობა, შენი ცხოვრება, ჩემი ცხოვრებისთვის მე არ მეცალა. ეს იყო ჩემი პირველადი და ჩემი პირადი ცხოვრება გადადებული მქონდა და ამიტომაც ასე ძალიან გვიან მოხდა ჩემს ცხოვრებაში რაღაცეები. და ეს იცი ერთი შეხედვით თითქოს არაფერი არ არის, მაგრამ რაოდენ რთული და ძნელი გზა გვაქვს გავლილი, ხო? აი, მithumetes ისეთ პერიოდში, როდესაც არც გათბობა იყო, ვიყინებოდით ყველა დარბაში. ეხლა როდის ხელა კარგი ამინდია თქვენთან, ასე ხო არ იყო ადრე. ვიყინებოდით, სულ დისკომფორტი გქონდა ყველგან, მაგრამ ბედნიერები ვიყავით. ხო, აი, გავკაშდეთ. ჩემო თამუნა, მართლა აი ისეთ სიმღერები გაქვს, რომ აი ყველა თაობას ძალიან უყვარს. აი ახალგაზრდა თაობას, მათ ჩემი ხნის თაობას, ჩემზე უფროს თაობას, მოკლედ ყველა თაობას ძალიან უყვარს შენი სიმღერები და მე მგონი ახლა რომ გვიღერებ ერთ სიმღერას ყველა თაობას გააბედნიერებ. ეს ზურა რა არის იცი? რატომ მე თვითონ მიყვარს ჩემი სიმღერები? რატომ ვიმღერებ? ბევრს არ უმღერ, ბევრი, აი 33 ალბომი მქონდა, სულ, მაგრამ აი თვითოული სიმღერას იმდენად ვეფერებოდი, აი სიმღერას ანამ ჩავწერდი და ანუ რომ ქმნიდით, ასე ვთქვათ, მე თუ დამბურძგლავდა, ესე იგი მიღებული იქნებოდა სხვა ადამიანისთვისაც და აი ამ შემთხვევაში ვიღებდი აი ამ სიმღერას და მართლა ამართლებდა ეს, იმიტომ რომ პირველ რიგში მე უნდა შევიგრძნო ეს ყველაფერი და აი ამ შეგრძნება უნდა გადავცე ადამიანებს, ხო? და ამიტომ მადლობას ვწირა უფალს ყველასთვის და ყველაფრისთვის ამ ცხოვრებაში. აი ხარე, ჩვენს დიდი მადლობა მინდა გითხრათ და გაგითხოვთ რა თქმა უნდა სცენა. ჯგუფი, კარგი ესეთი სიყვარული ცავსი ადამიანები რომ ხართ შეკრებილი და მადლობა თქვენს. დიდი მადლობა ჩვენ თამუნა და ხო. სიყვარულმა ალერსი მასავლა შენმა სიყვარულმა ძალიან დამღალა თუმცა შენს თვალში ბავშვი ვარ პატარა ბავშვი რომელმაც გულით გადარა შენმა სიყვარულმა ცხოვრება მასავლა შენმა სიყვარულმა ტკივილით დამღალა გაივლის დრო გაივლის აბარა დავბორიალე ჩემი იმედი სამარა ისევე მაგონდები ისევე მენადრები დაღლილი ოცნებებით გიხსენე ძალიან მენადრები შორიდან გეფერები ოდესღაც მიტოვე
მასავა უხმოდ გავუდული დავდივარ პატარა ჩემი ოცნება შენით გამთბარა თუნდაც შეგერია უკვე ჭაღარა შენმა სიყვარულმა ცხოვრება მასავა შენმა სიყვარულმა ლოცვებით გამთბარმა კლავაც გეძახი მაგრამ რა მე ხომ შენს თვალში მხოლოდ ბავშვი ვარ პატარა ისევე მაგონდები ისევე მენატრები დაღლილი ოცნებებით გიხსენე ძალიან მენატრები შორიდან გეფერები ოდესღაც მიდოვებულ თითებზე მეგონა და მავიწყდი თურმე მხარები ხარ ისევე ოცნებით გამთბარი შენს უთქვას ვინატრე რა ვქნა რომ ძალიან მიყვარ ხარ ისევე ისევე მაგონდები ისევე მენატრები დაღლილი ოცნებებით გიხსენე ძალიან მენატრები შორიდან გეფერები ოდესღაც მიდოვებულ თითებზე ისევე მაგონდები ისევე მენატრები დაღლილი ოცნებებით გიხსენე ძალიან მენატრები შორიდან გეფერები ოდესღაც მიდოვებულ თითებზე ჩვენი სტუმარი იყო მომღერალი, რომელიც სულ ჩვენთან არის, მაგრამ სულ გვენატრება თამუნა მონაშვილი.